ტერორისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ესეთი მასშტაბი საქართველოში არ ყოფილა არასდროს, მართლა პირველი შემთხვევაა. და თან ზოგჯერ რაღაცა ძალიან სასაცილო რამეებს აკეთებენ. როგორც ხელისუფლება სხვათა შორის ისე მისი სატელიტები გააქციურდა, რაც ძალიან საინტერესოა. აი აქ რაღაცა სამარშრუტო ავტობუსებს ხედავთ. ყველანი არის მობილიზებული დღეს, რომ ხალხი წაიყვანონ უფასოდ მესტიაში, ყვება შედის ამაში, მანქანის ფულსული და ხვალაც წაიყვანონ კვირიკობაზე, რომ რაღაცნაირად ააცილონ ბიძინა ემანიშვილს მათთან შეხვედრა. ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნათელი მაგალითი და ზოგიერთ სოფლებში კიდე სადაც შეხვედრებია და წინასწარ ცნობილი ადგილი ხო, სადაც შეხვედრა დასწრებაზე წავიდნენ სატელიტი პარტიები, როგორც არიან მაგალითად ქრისტიან-დემოკრატები და დაიწყეს თავიანთი დროშების ჩარჩობა, იქ რომ რაღაც შეხვედრა აქვს მოსახლეობას. აქ რაღაც ვერ უყურები მშვიდობის მოძიებლებს. ვის გულისხმობთ? ის გულისხმობდა იმ ხალხს გულისხმობდა, რომელიც აქ სვანეთში როცა ტყვის ზუზუნი და ნარკოტიკის ორომტრიალი იყო და ყოველთვის ყავდა, მაშინ რო არც კითხულობდა სვანეთს და აქაური მკვიდრი არის, ის დღეს რაღაცას ეძებს. შედაგარ, შენერადვარ, სვანეთი შენდებოდა მე-12 საუკუნეში და გამეორება ხდება მე-12 საუკუნეში. შენდება სვანეთი. მე აქ სადაქვჩე. ყოველთვის ეს ყოველ წელიწადს ასე მიდიხარ ორგანიზება. ორგანიზებულად მივდივარ ყოველთვის. ბავშვი წელიწადს მეგინათ რა გინდა. რას ქვია წავაცდენი? იქნებსო მაგათ ესენი აიცი ან ნაკირავებიათ რა აიცი დაუძახეთ მოვიდნენ ბავშვები და მიდიან. აი ფერცენა მისგან. ძალიან კეთილ განწყობილები ვარ, თქვენ რატო ბრაზობთ ასე? რატო ისეთ კითხვას უსვენ ბავშვს, რომელსაც არ უნდა დაუსვა? რა არ უნდა დაუსვათ? სად მიდიხართ და რატომ შეიძლება დაუსვა? ახლა სადმიდის მაგი ყველა მიცის ხო? არა, რატო არ ვიცი, აქ იმდენი ხალხია, ზოგი სადმიდის, ზოგი არა, გეკითხებით და შეგიძლიათ. მივდივართ ექსკურსიაზე, მაგრამ არავინ არ მოსულართ, ერთი ჟურნალისტი დღემდე და არ უკითხეთ, რომ სად მიდიხარ. ეხლა რატო ბრაზობთ, ცუდი ფორმით ვარ გეკითხებით. ისეთ რაღაცას ვამთ, რომ შაშან არ დაგიფინანსებ, წელს რატო გიფინანსებ და ეს რა კითხვა? მსგავსი კითხვა არ დაგვისვა, ვინმე გაფინანსებთ? კი, გვაქვს ჩვენ როგორც ვთქვით, გაფინანსებთ. ვინ გაფინანსებთ? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ გვითხრათ უფასოდ მიდიხართ და მივდივართ. აი ის მაგას დაუძახეთ ჩვენ. თქვენ როგორ აფინანსებთ თქვენი ჯიბიდან და რატომ არ გაცდით ბატონო თქვენ ხომ ჩაგწერეთ ხო? მომისმე რატო ეკითხები რა იცის ბავშვმა ვინ იხდის ფულს? რა ვიცი ეს ახლა არ არის ეს პატარა ბავშვი რომელმაც არის მე ვიხდი ყველა მშობლები იხდიან. რატო ეკითხება რა იცის ახლა იმ ბავშვმა ვინ იხდის ფულს? მე ვერ გებულობ თქვენ რატომ ბრაზობთ? რატო და ისეთ კითხავს ამ ბავშვს რაღაცისკენ მიყავს ლაპარაკი? კითხები სად მიდიხართ ხო ისევე როგორც თქვენ კითხეთ ბატონო არა ვარ ფულზე რა ლაპარაკები რატო ლაპარაკები? აქედან წამოვიდა ეს კითხვა არ დაგვისვავს ეს კითხვა და არც ვიცოდი ვინმე თუ გაფინანსებს. ეხლა დაგვისვას ეგეთი კითხვა. ვინ დაგვისვას? და ისო აქამდე არავის არ დაუფინანსებია და რატო გონიათ რომ წელს თავობა გაფინანსებია? აი ეს კითხვა დაგვისვას. ხო მაგრამ ახლა ეს კითხვა არ დაგვისვას არ ვიცი როგორ ეკითხებით სად მიდიოდი და შეხვედრაზე მივდივართ კვირიკობაზე. როგორც ყოველ წელს მიდიოდა ხალხი და თორმეტი ხალხი რატომ შეგიძლია? არა ყველა არ მიდის კვირიკობაზე ხალხი და ყოფილია და ჩვენ მივდივართ ამ მარშრუტით და კიდე სამ მარშრუტთან მიდის. 5 ნომერი გაწერია ხარ ნაციონალი და მოხვედი. რა გაინტერესებთ ის გაგება? მივდივართ. ხართ? რატო ესე მალე ჩვენ არ დასრულებულა შეხვედრა? ესეც. თქვენ არ გახლავთ ის 5 ნომერი გოგო მაისურით რო არის? 5 იქნება თუ 9 რა მნიშვნელობა აქვს ამას? ყველა ქართველები ვართ, ყველა საქმეს ვისახურებით. არ გვინდა დაპირისპირება და არ გვინდა ბუნტი. ჩვენ სალოცავად მივდივართ კვირიკობაზე და მაგიტო ვართ შეკრებილი. დღეს არის თუ კვირიკობა? დღეს გავდივართ ხვალისთვის იქ სამზადისია საჭირო და მაგიტო. არა ასე ორგანიზებულად გვირჩევნია, იმიტომ რომ სალოცავად სოფელი მივდივართ მთლიანად და მაშინ ურიკოს ვერაფერს ვერ ხედავ.